მეორე დღეა შეფასებების თემა სტრასბურგის სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაგზავნილი სარჩელი. Როგორც ცნობილია, სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. Ცნობილია ისიც, რომ სასამართლომ დროებითი ღონისძიების სახედ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე უარი უთხრა ამავე სარჩელში გაერთიანებულ ინდივიდუალურ პირებს. Თუმცა საიაში ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა მოცემულ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია დაირღვა თუ არა საპარლამენტო არჩევნების დღეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაასრულებს იმ სპეკულაციურ კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთობლივად აწარმოებდნენ. რაც საიამ იკადრა და საზოგადოება შეეცადა მოეტყუებინა ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, ადრანაც საზოგადოებამ იცი ზუსტად დაინახა, რომ დიდი ნაწილი სარჩელის, რომელიც საიამ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად არის უკვე უარყოფილი და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა. საქართველოს ფარგლებს გარედანაც ჩვენ არაერთის ვისმენდით არჩევნების გაყალბების, ფარულობის დაარღვევის თაობაზე ამ ყველაფერს აუცილებლად წერტილი დაესმევა და ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებისთვის იქნება ნათელი და გასაგები, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ისფედმა იკადრა, მსგავსად იმისა, რაც დღეს საია კადრულობს, აი ეს ყველაფერი დასრულდება, რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვებით. საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ესეც სარჩელი არსებობს და მით უმეტეს არ ვიცოდით, რომ საიას ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა. რეალურად საია უნდა ძალა მოიკრიბოს და ეცადოს, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელალით დააზუსტო, რომელი პარტიას მიცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა, მით უმეტეს თუ კი ეს ბიულეტენი დევს მხარ და სქელ მოყავს კონვერტში.